ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქალაქისათვის. გაიხსნა ახალი სკვერი, აი ესეთი ლამაზი სივრცე, რომელსაც მიენიჭა ყველასათვის საყვარელი ადამიანის მალხაზ მაჭავარიანის სახელი. ბატონი მალხაზი გახდათ ჩვენი ქალაქისა და ეპარქიის მემატიანე, კოლორიტი პიროვნება, ზესტაფონის საპატიო მოქალაქე, ღირსების ორდენის კავალერი, მუზეუმების გაერთიანების მეცნიერ თანამშრომელი, უშანგი ჩხეიძის სახლ-მუზეუმის დირექტორი გახდათ წლების განმავლობაში და ხალხისათვის საყვარელი პოეტი. ამასთან ერთად იგი იყო საოცარი ადამიანი. თავისი ნიჭიერებითა და ინტელექტით გამოირჩეოდა, იყო უკეთილშობილესი და რაც თავარია, როგორც თანამშრომელი გახდა შეუცვლელი. მალხაზი მაჭავარიანის წასვლის შემდეგ იგი დააკრა არა მარტო მუზეუმს, არამედ დააკრა ქალაქს. მე მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო დღევანდელი დღის ინიციატორს, ორგანიზატორს და იდეის ავტორს, ბატონ ვასო გველესიანს. მან ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დღეს მალხაზის დაბადების დღეზე შევკრებილიყავით აქ და პატივი მიგვეგო მალხაზის ხსოვნისათვის. მალხაზ მაჭავარიანი დღეს 77 წლის გახდებოდა. მალხაზ მაჭავარიანი თავისი ცხოვრებით, თავისი პოეზიით, თავისი ახალგაზრდობაში ბობოქარი ცხოვრებით და შემდეგ ყველას დამრიგებლური და ესეთი ტონის გამო იმსახურებდა იმას, რომ მის სახელზე ქალაქში, მუნიციპალიტეტში რაღაც ყოფილიყო და სწორედ აი ეს სკვერი, როდესაც გავაკეთეთ, თითქოს არც კი ქონდა სკვერის ფორმა, მაგრამ ღამე სეირნობის დროს შევხედე, რომ აქ შეიძლებოდა, რომ მართლა რაღაც ისეთი გაკეთებულიყო განათებიდან გამომდინარე იძლეოდა ამის საშუალებას და დაიბადა ეს იდეა, ყველა მაიტაცა, მათ შორის მერია, საგრებულო არაფერი გვიქნია, მაგრამ მცირედი რაღაც შრომით და დანახარჯებით შევძელით, რომ ეს ფორმა მოგვეცა ამ სკვერისთვის და ძალიან კარგია რა, რომ ეს ახალგაზრდებისთვის იქნება მაგალითი, რომ აი ადამიანები ყვაწლი არ იკარგება და შეიძლება რომ კაცმა იცხოვრო უბრალო თავისუფალი ცხოვრებით და შენი თავისუფლება შემდეგ აღნიშნონ ადამიანებმა შენ გვერდზე მყოფმა მოქალაქეებმა აი ისეთი სახელდებით, როგორც მაგალითად სკვერზე სახელის მინიჭება. ხსნით მალხაზი მაჭავარიანის სახელობის სკვერს, ადამიანი, რომელიც დააკრა არა მარტო ქალაქს, არამედ საქართველოს ის არ იყო მხოლოდ პოეტი, ის იყო კარგი მეგობარი, კარგი ადამიანი. ამ სკვერის გახსნა არ არის მხოლოდ სივრცის მოწყობა, ეს არის მადლიერების და პატივისცემის გამოხატულება იმ პიროვნების მიმართ, რომელსაც ძალიან უყვარდა თავის ქალაქი და ამ თავის სიყვარულს პოეზიით გამოხატავდა. სოლა იყოს ბატონი მალხაზის კაცის, რომელიც ვალმოხტილი წავიდა ზესტაფონის და ზესტაფონლების წინაშე. სიმბოლურია, რომ დღეს მისი დაბადების დღეა და გაივლის ცოტა დრო და აი ეს წამოიზრდება ეს ბუჩქები, ხეები და ეს სახელი დარჩება მარადის და ალბათ მე მომავალ თაობა ახალგაზრდობა ეკითხავს მალხაზი ვინ იყო, მის ლექსებს გაეცნობა. ჩვენი მეგობრობა აღარც კი მახსოვს, საიდან იწყებს სათავეს და ალბათ ისეთ სიმბოლურია, რამდენი ხნის წასული გადახვეწილი, ეხლა მაინდა-მაინც მის დაბადების დღეზე აქ ვარ და დავესწარი ამ ლამაზ დღეს. იმერ შევულოცა მას დაბადების დღეს და მინდა რომ მის დაწყილი ყველა საქმე, მისი სიკეთე, რომელიც დათესა, მომრავლდეს, გამრავლდეს. ფესვები გაიდგას და უფრო ლამაზი და უფრო მომხიბლელი გახდეს ჩვენი ქალაქი. გაიხსნა ჩვენი დიდი მეგობრის, პოეტის, არა მხოლოდ პოეტის, ჩვენი ქალაქის მემატიანის, თითოეული ზესტაფონელისთვის ძალიან საყვარელი ადამიანის, მალხაზ მაჭავარიანის სახელობის სკვერი და ძალიან ბედნიერი ვარ პირადად მე ამ ფაქტით, იმიტომ რომ მქონდა ღვთისწყალობით განსაკუთრებული დამოკიდებულება ამ ადამიანთან, გვაკავშირებდა ბავშვობიდან მაკავშირებდა მალხაზთან მეგობრობა, იმიტომ რომ პირველად მე-7 კლასში ვიყავ, როცა გავიცანი, ის მაშინ იყო უშანგი ჩხეიძის მუზეუმის ხელმძღვანელი და მახსოვს თვითონაც მეუბნებოდა, რომ მომასმენინა უშანგის ჰამლეტი და მხმაზე ავარჩიე რამოდენიმე ბავშვი, ვისგანაც ჩავიწერე მე ინტერვიუ და ერთ-ერთი მათგანი იყავი შენ და მის მერე სულ გადავნებდიო თვალს. ეს არ შეუძლიათ უბრალო ადამიანებს, რომ ყურადღება მიაქციონ ახალგაზრდაზე, მე მის განვითარებაზე მეტნაკლებად იზრუნონ. ჩვენი ყოველდღიური ურთიერთობა იყო ერთმანეთზე ზრუნვა და ამიტომაც ბედნიერი ვარ. არ არსებობს მალხაზი მაგალითად არ გამახსენდეს, როცა წავალ სოფელში და შევაღებ ჩემი სოფლის ეზოს და ჩემი ეზოს
ეზოს ყვავილები თვალებს შემომანათებენ, იმ წუთშივე ვამბობ ხოლმე ამას, რომ სოფელში მიტოვებული სახლების ეზოს ყვავილთა ერთგულება მაოცებს. ეს რაღაცნაირი მაგალითია ჩემთვის, რომ თუ ეს შეუძლიათ ეზოს ყვავილებს, ჩვენ რატო არ შეგვიძლია ერთმანეთის ერთგულება და მე ყოველ საღამოს მოვინახულებ ხოლმე ჩემი მეგობრის სოციალურ ქსელს და ის ჩემთვის მუდმივად ცოცხალია. ასევე მისი ოჯახი, არაჩვეულებრივი ოჯახი დატოვა. მალხაზ მაჭავარიანი გაგრძელდება თვითონ დარგულ ხეში, კარგ სიტყვაში, დარწმუნებული რომ ბევრი თბილი სათქმელი ითქმება დღეს და ვულოცავ ჩემ ქალაქს. მალხაზსაც ულოცავ დღეს მისი დაბადების დღეა, ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო საჩუქარი გაუკეთა ვასუგველესიანმა და ქალაქმა იმ სახით, რა სახითაც დღეს სკვერი გაიხსნება ჩვენს ქალაქში. მალხაზ მაჭავარიანი ჩემთვის იყო აი მეგობარი, უფროსი მეგობარი. ეს იყო ადამიანი მანუგეშებელი, ადამიანის სიკეთე, რომლიდანაც იმხელა სიტყვა გამიზიარა მთელი ცხოვრება თან გამყოფეს და არასოდეს არ დამამიზღება. ეს იყო კაცი გამუდმებით სხვებისთვის ცხოვრები. არ ვიცი, ესე იგი მხოლოდ ცევდა მაქვს ამ კაცის რამდენს გავიხსენებ, მხოლოდ ცევდა, მხოლოდ ცრემლი. იმიტომ რომ ეს იყო ძალიან კაცი, რომელიც მართლა აი რო ამოგლიჯავ რაღაცას ისე დააკდა ამ ქალაქს, იმიტომ რომ ვერ წარმოვიდგენია ეს ქალაქი ამ კარგი ადამიანის გარეშე. მინდა მადლობა გადავუხადო კიდევ ერთხელ მალხაზის უსაყვარლეს მუზეუმს, მუზეუმის გოგონებს. ასევე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მერიის სამსახურს, ბატონ ვასილ გველესიანს, რომ მამას ხსოვნის უკტავსაყოფად გაიხსნა ეს ულამაზესი სკვერი, რომელსაც ჩვენ ოჯახის სახელითაც გავუფრთხილდებით აუცილებლად და შევეცდებით ეს ადგილი გახდეს არა მარტო მალხაზის მეგობრებისათვის და მალხაზის ოჯახის წევრებისათვის, ასევე ნებისმიერი ზესტაფონელისათვის ძალიან მნიშვნელოვანი და საყვარელი პატარა ადგილი.